რაბედიელის უკრაინას და ტრამპის ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმას, რომლის თავდაპირველი ვერსიაც კრემლისთვის მისაღები იყო, უკრაინისთვის კი ღირსების დაკარგვის ზღვარზე გადიოდა. ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ უკრაინულ მხარეს ამერიკასთან პროგრესი აქვს. დოკუმენტი ომში მყოფი ქვეყნის სასარგებლოდ შეიცვალა. ამით გაღიზიანებული კრემლი კი ამბობს, რომ დათმობაზე არ წავლენ და მოლაპარაკებებში უკუსვლის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებენ. პარლამენტის ტრიბუნიდან კობახიძე საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე $10,000 გადაცდება. ქვეყანაში კი იმაზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ვიდრე სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანთა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით კი ქვეყანაში ყოველი მესამე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა კი 700,000 მოქალაქეს აჭარბებს. მარიამ ლაშხი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით დევნას ადასტურებს. გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან გაშვებულ თანამშრომლებზე დასმულ კითხვაზე ოცნების წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ ხელისუფალი რუსია მათგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას ითვალისწინებს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მისი მიზანი მოზარდებში ჭარბის ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის ზრდასთან ბრძოლა.